რა გაგახარებთ სულ მალე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლილ თემით, თუ რა გაგახარებთ სულ მალე. ახლო მომავალში მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ. რა გაგახარებთ? ვარიანტი გვექნება სულ 2. მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე და რა გაგახარებთ მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში, რა გაგახარებთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, აი ასე. ორ ვარიანტიანი გაშლა და პირველი ვარიანტი ასეთი თქვა იყოს, მეორე ვარიანტი ასეთი. აირჩიეთ, რომელიც მეტად გეძახით, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად გთხოვთ, რომ მოიწონოთ ეს პოსტი, მოიწონოთ ეს ვიდეო, ჩემი გვერდიც, ვისაც არ გაქვთ მოწონებული ჯერ. დააკომენტარეთ კიდევაც, რამდენად რა და როგორ რეზონირდა, ვისაც ამის სურვილი გაქვთ. უკვე კავშირი მნიშვნელოვანი არის. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა პირველი ვარიანტი. თქვენ რა გაგახარებთ მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში? თასების სამიანი. ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები, ახალი სამეგობრო წრე, ახალი კოლექტივი თქვენს ირგვლივ. პირველ რიგში მესმის, რომ ბევრი თქვენგანისთვის შესაძლოა ეს საკითხი არ იყოს საერთოდ აქტუალური, მაგრამ თუ თქვენ ახლა ან ახლო წარსულში ფიქრობდით იმაზე, რომ აი როგორ მინდა მეგობრები, როგორ მინდა ჩემს ირგვლივ იყვნენ ისეთი ადამიანები, ისეთი სამეგობრო წრე, როგორიც მე მინდა, როგორიც მე რეალურად მჭირდება, აი ზუსტად მაგ კუთხით მოდის სიახლეები, ზუსტად ამ კუთხით ამოვიდა აქ ენერგიები, სადაც თქვენ პოულობთ თქვენთვის სასურველ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი ძალიან კარგად ესმით. ვიღაცისთვის რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს პოტენციალური პარტნიორიც ან პარტნიორი ახალი, ხო, ვისაც მაგალითად არ ყავთ, მაგრამ ძირითადად აქ არის უფრო მეტად რაღაც ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი კომპანია, ახალი სამეგობრო წრე, ხო? ვისაც ყავთ მეგობრები, თქვენი სამეგობრო წრე, აქ გაგახარებთ ის, რომ სამეგობრო წრეში ვიღაც ახალი ადამიანები შეიძლება შემოვიდნენ, ან ზოგადად სამეგობრო წრეში იქნება უფრო მეტი სითბო, უფრო მეტი კომფორტი, უფრო მეტი გულრცბელობა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რა გაგახარებთ. პირველი ვარიანტი, აბა რა გაგახარებთ მომდევნო 1 თვის განმავლობაში. აბა რაღაც მეგობრებთან ერთად გართობა ჩანდა, ხმლების რაინდი. ვინ არის ეს ხმლების რაინდი? უფროსი არკანი სიკვდილი, განდეგილი, ხმლების რვიანი, კვერთხების ტუზი, ხმლების სამიანი, მეგობრებო რა ხდება თქვენს თავს, ხმლების 4-იანი, თასების 5-იანი და კვერთხების პაში. რა ხდება მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს თქვენს რეალობაში. აუცილებლად დავიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ აქ მე ვხედავ იმას, რომ რაღაც გარკვეულ რთულ პერიოდს გადიხართ ან გადიოდით ახლო წარსულში. შესაძლოა აქ ძალიან ხშირად გრძნობდეთ თავს ძალიან მარტოდ, მეგობრებთანაც კი, ამხანაგებთანაც კი, პარტნიორთანაც კი, ხო? აი, ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება სასიყვარულო ურთიერთობები და კი ბატონო, ადამიანები ვართ სოციალური არსებები, რა თქმა უნდა, გასაგები არის ის, რომ გვჭირდება კომუნიკაცია ამა თუ იმ გზით, ხო? მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და არც მეგობრები არ არის რაღაც მთლად აუცილებელი და არც სასიყვარულო ურთიერთობები. და მეცაც ვიტყვი, ბევრად უარესი არის ის მარტოობა, როდესაც ურთიერთობაში გრძნობს ადამიანი თავს მარტოდ, ვიდრე მარტო როდესაც ხარ და მარტოდ გრძნობ თავს, ხო? და აქ რაღაც ასეთ ენერგიებს ვხედავ, თითქოს თქვენს რეალობაში შეიძლება იყვნენ ადამიანები, 1-2 კაცი შეიძლება ნამდვილად იყოს, მაგრამ თქვენ თავს მაინც მარტოდ გრძნობთ, თითქოს ადამიანები თქვენს ირგვლივ, ადამიანი თქვენს ირგვლივ ბოლომდე ვერ გიგებთ კი არა, ნახევრითაც ვერ გიგებთ. აქ კონკრეტულ ადამიანს ვხედავ თქვენს სივრცეში, თქვენს რეალობაში, რატომღაც მომდის ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება თქვენი სასიყვარულო პარტნიორი იყოს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს ფონზე და ნახეთ, ნეგატიურად შეიძლება მოქმედებდეს განა, იმიტომ რომ ცუდია ან რაღაც ასეთი, ხო? შეიძლება ადამიანი როგორც ასეთი ცუდი არ იყოს, მაგრამ გრძნობთ, რომ ახლა ამ ეტაპზე თითქოს ადამიანი მთლად თქვენი არ არის. თითქოს
დაყოფილი არის უკვე თქვენი გზები, თითქოს სხვადასხვა მიმართულებით მიდიხართ, სხვადასხვა გზები გაქვთ თქვენ და თქვენს პარტნიორს, ხო? ან თქვენ და თქვენს კონკრეტულ მეგობარს ესეც შესაძლებელი არის. კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ვხედავთ ცოტა ნეგატიურ სიტუაციას ამ კუთხით, ემოციური კუთხით. თქვენ გრძნობთ ამ ადამიანთან თავს მარტოდ. გრძნობთ, რომ ადამიანი ვერ გიგებთ. და რა გაგახარებთ? პირველ რიგში გაგახარებთ ის, რომ თქვენს რეალობაში სრულიად ახალი ენერგიები შემოდიან ახალი ადამიანები, უფრო გამგები ადამიანები. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, მაგრამ აქ სავსებით შესაძლებელია სრულიად შეიცვალოს თქვენი როგორც სამეგობრო წრე, ასევე პარტნიორიც კი, ვისაც ყავთ ახლა შესაძლოა ერთი თვის განმავლობაში სულ სხვაგან წავიდეს თქვენი ინტერესი. თუმცა გავიმეორებ კიდევ და კიდევ ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება და ის პროცესები, რომლებსაც ახლა მე აღწევთ, შესაძლოა სავსებით არ იყოს მარტივი. ზოგადად ადამიანების გაშვება არასდროს არ არის ხოლმე მარტივი, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ვხედავ, რომ კი სიმძიმეები იქნება ამ კუთხით, მაგრამ საკმაოდ მარტივად გადაიტანთ. და მეცაც დავამატებ, საერთოდ არ არის აუცილებელი აქ კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების გაშვება მოგიწიოთ. საერთოდ არ არის აუცილებელი. 90%-თან, ვინც ახლა მიყურებთ პირველი ვარიანტი, რეზონირდება ისე, რომ აქ რაღაც ადამიანების გაშვება და რაღაცაები არ მოგიწევთ, უბრალოდ ახალი ადამიანების შემოვლენ თქვენს რეალობაში, ხო? უბრალოდ აი პირველი ვარიანტი მცირედ ნაწილს თქვენგან, აი 10%-ს, ვინც ამოირჩიეთ პირველი ვარიანტი, აქ სამწუხაროდ მოგიწევთ, რომ რაღაც ძველ ურთიერთობებს გამოიმშვიდოთ, ხელი დაუქნიოთ, დატოვოთ, რაც არ იქნება მარტივი, მაგრამ საბოლოო ჯამში იქნება თქვენთვის საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შედეგის მომდანი. იმიტომ რომ აქ სრულიად ახალი შესაძლებლობები იხსნება თქვენთვის, სრულიად ახალი გზა. და აი გამოდიხართ რაღაც გარკვეული მენტალური გალიიდან, შეზღუდული ემოციებიდან გამოდიხართ თითქოს. მე რაღაც ასეც ხედავ. და დასტის ძირზე ნულოვანი არკანი. არკანი სიკვდილი მეგობრებო და ნულოვანი არკანი დასტის ძირზე. ტრანსფორმაციულ ენერგიებში ხართ ძალიან. რადიკალური ცვლილებების დროა, თქვენი მთლიანი რეალობის გადაფასების დროა, სადაც თქვენ ხვდებით რეალურად ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს. ზოგი უნდა წავიდეს, ზოგი კი უნდა მოვიდეს. ნუ ხელავთ მარტო არ დარჩებით. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, მეორე ვარიანტი ვინც ამოირჩიეთ, ნახოთ აბა თქვენს შემთხვევაში თქვენ რა გაგახარებთ და აქ ამოვიდა ხმლების ცხრიანი. რა არის მეგობრებო, რა დეპრესიები გვაქვს, რა მელანქოლიური მდგომარეობები გვაქვს. ნუ აქ მე ვხედავ იმას, რომ კონკრეტულად ახლა ამ ეტაპზე როგორც მინიმუმ თქვენ თავს გრძნობთ საკმაოდ გადახლილად და კამსულად, დეპრესიული მდგომარეობა იგრძნობა ინტენსიურად აქ, ხო? უძილობა, ძილის პრობლემები, ზურგის ტკივილები შეიძლება იყოს აქ. ცუდი სიზმრები, კოშმარები, ნერვიულობა, სტრესი, რა ხდება? დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რა გაახარებს მეორე ვარიანტს მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. კვერთხების 7-იანი. პირველ რიგში გაგახარებთ ის, რომ თქვენ მოიკრებთ თქვენს ძალას, დაიბრუნებთ თქვენს ძალას. იცით, მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ, ადამიანებს რეალურად ბევრად უფრო მეტი გვაქვს საერთო დედაბუნებასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ თავად ვართ დედაბუნების შვილები, ხო? ვართ, უბრალოდ დაგვავიწყდა ამის შესახებ და ნახეთ, ადამიანის მდგომარეობა არის როგორც სტიქიები, როგორც 4 სეზონი. ხანდახან არის გაზაფხული, ხანდახან ზაფხული, ხანდახან ზამთარი, როდესაც არის სიჩუმე, უენერგიობა, ხო? ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში და პერიოდულად თქვენ წარმოიდგინეთ და ასეთი კრიზისული ემოციები, დეპრესიული მდგომარეობაც არის საჭირო, როგორც თქვენ ახლა გაქვთ. კი, შესაძლოა ეს მძიმე არის, მაგრამ თქვენ უკვე ნელ-ნელა გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. შესაძლოა უკვე გამოხვედით სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ ხედავ, რომ ბევრი თქვენგანს ახლო წარსულში უკვე ჰქონდა ეს მდგომარეობა და უკვე გამოხვედით. ზოგისთვის კი ვინც ვერ გამოხვედით, ჯერჯერობით გამოხვალთ აუცილებლად და ნახეთ, გაგახარებთ ის, რომ პირველ რიგში თქვენ შეძლებთ, რომ საკუთარ თავში ახალი ძალა მოიკრიბოთ. აქ თქვენ გექნებათ იმის ძალა და იმის ენერგია, რომ შეეწინააღმდეგოთ ძალიან ბევრ რაღაცას, გექნებათ ამის ჭალებში მუღამი, სურვილი, იქნებით მაქსიმალურად ჟარგონს გამოვიყენებთ და მოხოდილი ენერგიაზე იქნებით. სხვათა შორის არ გამოვრიცხავ, რომ აქ რაღაც ახალი ჰობი ან ინტერესი შეიძლება გამოგიჩნდეთ სპორტთან დაკავშირებულიც კი.
დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გაახარებს მეორე ვარიანტს ახლო მომავალში. აბა, უფროსი არკანი კოშკი. საბოლოოდ ჩამოინგრევა რაღაც გარკვეული ძველი შაბლონები. საბოლოოდ ჩამოინგრევა რაღაც ძველი შაბლონები, რომლებიც უკვე არის ამ დანგრევის პროცესში, რაც ნამდვილად არ არის და არ იყო თქვენთვის სასიამოვნო, აი როგორც გითხარით, რაღაც გარკვეული დეპრესიული მდგომარეობა, ნეგატიური მდგომარეობა, რაღაც არ ვიცი, დაღლილობა, დაქანცულობა, ძველი პროგრამები იშლება და ნახეთ, ხმლების ცხრიანიდან გადადიხართ პენტაკლების ცხრიანში. ცხრიანი მეგობრებო არის შედეგი. ცხრიანი არის ზრდის რიცხვი ამ შემთხვევაში. აქ თქვენ გელოდებათ ფინანსურ კარიერული წინსვლა განსაკუთრებით, იმიტომ რომ თქვენი რაღაც ძველი შაბლონები და სტერეოტიპები, რომლებიც შეიქმნით თავად თუ შეგიქმნათ სოციუმმა გააზრებულად თუ გავაზრებულად, ეს ყველაფერი ჩამოინგრევა განსაკუთრებით ფინანსურ ენერგიებთან და სამსახურებთან და კარიერასთან დაკავშირებით, ამიტომაც აქ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ელოდეთ ფინანსურ და კარიერულ წინსვლას, ფინანსურ და კარიერულ ჰარმონიას. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა კიდევ რა გაახარებს მეორე ვარიანტს მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში. ქურუმი ქალი, თქვენი ინტუიციის გაძლიერება, აქ კოლეგები მიყურებთ აშკარად ხო, ხმლების რვიანი და თასების რაინდი. აქ კოლეგები მიყურებენ აშკარად, კოლეგებო მოგესალმებით, მოგეკითხავთ ყველას. და პირველ რიგში ჩემი კოლეგებისთვის გავაშხერებ იმას, რომ თუ თქვენ ახლო წარსულში ან ახლა გაქვთ რაღაც გარკვეული პრობლემები კლიენტებთან, მაგალითად არ ყოფნით აუდიტორია, არ ყოფნით კლიენტები, გრძნობთ რომ თქვენი შრომა არ არის დაფასებული სათანადოდ ან რაღაც უენერგიობას განიცდით, ან ინტუიციის კუთხითაც შეიძლება იყოს აქ რაღაც გარკვეული პრობლემები, ხო? მაგალითად თითქოს გიჭირთ ინფორმაციის ამოკითხვა, ხო? რაღაც ასეთი პრობლემები ჩანს რომ გაქვთ ან გქონდათ ახლო წარსულში და გაგახარებთ ის, რომ ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება, აუცილებლად გაიზრდება თქვენი შემოსავალი, თქვენი ფინანსური ენერგია, თქვენი კლიენტების რაოდენობა, თქვენი ინტუიციაც გაძლიერდება აუცილებლად. ხოლო რაც შეეხება ჩემს არა კოლეგებს, მე გეტყოდით იმას, რომ რა თქმა უნდა თქვენ შემთხვევაშიც იგრძნობა ფინანსური ზრდა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, და ასევე თქვენი ინტუიციის გაუმჯობესებაც. ქურუმი ქალი, ეს არის ის ენერგია, ეს არის ის ქალი, რომელმაც ყოველთვის იცის, სად უნდა ეძებოს თავისი საკუთარი ფინანსური ენერგია, სად უნდა მოიძიოს იგი, ხო? და პლუს ქურუმი ქალი, ეს არის გარკვეული სულიერი თვალსაზრისით რაღაც ახალ ეტაპზე, ახალ საფეხურზე გადასვლა. ესეც ყველას ეხება, მეგობრებო, მარტო ჩემს კოლეგებს არა. და ნახეთ, გარკვეული მენტალური გალიიდან გამოსვლა იგრძნობა აქაც. აქ იგრძნობა უფრო მეტი გულურცფელობა, უფრო მეტი გახსნილობა ემოციურად პირველ რიგში საკუთარ თავთან. და აქ ასევე მეორე ვარიანტი იქნება გარკვეული აღიარება სიმპათიისა, გრძნობებისა, შესაძლოა კონკრეტული მამაკაცისგან, შესაძლოა მაგალითად კლიენტებისგანაც იყოს, ხო? დაუშვათ თუ აქ ჩემი კოლეგები მიყურებთ, კლიენტებისგან შეიძლება წამოვიდეს რაღაც ახალი აღიარებები, ხო? ან ვინც არ ხართ ჩემი კოლეგა, თქვენი თანამშრომლებისგან. ვისგან მოდის? აბა ეს თასების რაინდი. ნახოთ. მაინც მაინტერესებს. არკანი მეტლე. ღმერთო რა მისტიურია. ჯერ არ გეტყვით ვისგან მოდის ეს აღიარება, მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან სასიხარულო აღიარებები და ძალიან სასიხარულო დაფასებები გელოდებათ. ვიღაცისთვის ეს იქნება ახალი ადამიანი, ვიღაცისთვის ეს იქნება ძველი ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს აღიარება თქვენთვის იქნება ძალიან მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.